ეხლა გაგიზიარებთ ქათმის მწვადის რეცეპტს, მეგობრებო. დაგვჭირდება ქათმის ფილე, დავჭრათ ესეთ ნაჭრებად, გადავიდონოთ ჯამში, დავუმატოთ მაიონეზი, კეჩუპი. ჩემ მაღაზიაში შეგიძლია ნახოთ უამრავი მწვადის მარინადის რეცეპტები, ეს არის ერთ-ერთი. დავუმატოთ ცოტა ზეთი, მარილი, შავი პილპილი, ნიორი მშრალი, ლიმნის წვენი და ორეგანო. კარგად მოურიოთ, დავტოვოთ მარინადში დაახლოებით 1 საათი, რომ გემოები ჩაჯდეს, მერე ავაცოთ შამფურზე და შევწვათ მაყალზე. ჩემ შემთხვევაში მევწავ ესეთ თონეში. ეს არის თიხის თონე, ძალიან კარგი რაღაცა სახლის პირობებში. ამის შესაძენად უნდა მიწევდე მანგალ ჯორჯიას, 6 შამფურიანი მოდელის ფასი არის 330 ლარი. ტაფაზე შემწვარს და ღუმელში გამომწვარს ბევრად ჯობია. შემწვარ მწვადს ზევიდან მოვაყაროთ წრულად დაჭრილი წითელი ხახვი და უხრახუში, ეგ არის. გამოეწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.